ზუგდიდში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი სერვის ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრი ზუგდიდის ანაკლიისა და განმუხურის 7000-მდე ფიზიკურ და 500-მდე იურიდიულ პირს მოემსახურება. ოფისში ყველა პირობაა შექმნილი, რომ აბონენტებმა ოპერატიული და მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღონ. ეს არის ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სერვის ცენტრი, რომელიც ზუგდიდის ანაკლიის და განმუხურის 7000-მდე აბონენტს მომსახურება. აქ მოხდება წყლის ხარისხის შემოწმება უახლესი თანამედროვე ლაბორატორიით. სერვის ცენტრის თანამშრომლებს გადაეცათ აგრეთვე ახალი სპეცმანქანები, რომლითაც გაუადვილდებათ წყალმომარაგების სისტემაში მომხდარ ავარიებზე სწრაფი რეაგირება. ძირითადად აბონენტებს მოემსახურებიან ზუგდიდისა და ანაკლიის მოსახლეობას. ყველა ის საკითხი, რაც არის დაკავშირებული სულადობის კორექტირებასთან, ასევე ახალ მიერთებებთან, ყველანაირი საკითხის და პრობლემის გადაწყვეტა იქნება შესაძლებელი აღნიშნულ სერვის ცენტრში.